ყვითელი ფენები ხო გახსოვთ, ხშირად გვისაუბრია ამ საკითხზე. აი დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით კონკრეტულ მაგალითებს, როგორ იყენებენ ამ მონაცემებს რეალურად თქვენ საწინააღმდეგოდ და მონაცემი, რომელიც რეალურად არსებობს თქვენთვის და თქვენი რეგისტრაციის გამარტივებისთვის, არის წინაღობა ნებისმიერი პირისთვის. იქნება ის ადამიანი, ვისაც ვეხმარებით ახლა დღეს თეთრი წყაროში თუ სხვა ნებისმიერი პირი, რომელიც დააპირებს, რომ ეს მონაცემი გამოიყენოს საკუთარი რეგისტრაციის სასარგებლოდ, საკუთარი მოთხოვნის მტკიცების სასარგებლოდ. ესე იგი, პირმა მოიძია თავის ნაკვეთი, დავეხმარეთ ნაკვეთის მოძიებაში, მოიძიეთ უფლების დამდგენი დოკუმენტებიც და მას შემდეგ, რაც დავაიდენტიფიცირეთ ადგილი, აღმოჩნდა, რომ ამ ადგილზე შესული იყო სხვა პირი, რომელსაც ნაკვეთი ეკუთვნოდა არა იმ ადგილას, სადაც რეგისტრირებული ქონდა, არამედ სხვაგან, მაგრამ არ შეიწუხა თავის დროზე თავი იმის დადგენით, სად ვის რა ეკუთვნოდა და დაირეგისტრირა ცარიელი ტერიტორია, იმიტომ რომ ის ადგილას სხვა პირი იყო შესული და ეგონა რომ ასეთ დამთავრდებოდა ეგ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მოვითხოვეთ გაუქმება არასწორი რეგისტრაციის, ვიდავეთ და აკმაყოფილეს როგორც იქნა ჩვენი მოთხოვნა, გაუქმდა არასწორი ჩანაწერი და იმ პირს დაევალა რომ მოითხოვოს და ასაბუთოს კუთვნილების ფაქტი საკუთარ ტერიტორიაზე, სადაც რეალურად იმყოფებოდა და ჩავთვალეთ, რომ აი აქ დამთავრდა და ამოიწურა ის წინაღობები, რაც შეიძლებოდა რომ არსებულიყო, მაგრამ ბოლოს ამ ადამიანს ამდენი ომის და ფრონტის შედეგად მიზეზად დაუსახელეს, რომ ამ კონკრეტულ უბანზე თურმე 2000-იან წლებში არსებობს რაღაც ჩანაწერი, საინფორმაციო, სისტემური კოდის სახით და ამის გამო ვერ ხერხდება რეგისტრაცია. და იძახიან, აი შენ უნდა წახვიდე, თურმე ეს პირი უნდა წავიდეს და არ ყვიოს თურმე ეს პირი ვინ არის და დაადასტუროს, რომ იმ სხვას კი არა, მას ეკუთვნის ტერიტორია ამ უბანზე. წარმოიდგინეთ, ეს პირი საბუთებით არის და ის პირი, ვისაც ასახელებენ, მოხსენიებულია ამ მონაცემში, უბრალოდ სახელით და გვარით. კაცმა არ იცის, ვინ არის ეს ადამიანი, საცხოვრობს, როგორ შეიძლება რომ მოძებნო, ვერც ვერავინ ვერ გითითებს, ვინ შეიძლება იყოს, აი უბრალოდ აი მიზეზს გისახელებენ, რომ აი ამ საინფორმაციო ჩანაწერში ეს პირი წერია და შეიძლება მისი იყოს და აბა როგორ დაგირეგისტრირებ, ახლა როგორ სხვის ნაკვეთს ხომ არ დაგირეგისტრირებ და აი ასე და აი აბსურდის თეატრში არიან შესულები და ცდილობენ რომ თქვენც შეგიყვანონ და დაგაჯერონ რომ აი ეს საინფორმაციო ჩანაწერები თურმე აი ასე უნდა იქნას გამოყენებული. რეალურად კი გვაქვს რასთან საქმე. საინფორმაციო ჩანაწერები რო კეთდებოდა პირობითად, ეს იყო საველე სამუშაოების შედეგად განხორციელებული ჩანაწერები და თუ ჩემი წარმოდგენილი დოკუმენტები აბათილებს მოთხოვნას იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ფიქსირდება ამ საინფორმაციო ჩანაწერებში, უნდა დაკმაყოფილდეს ჩემი მოთხოვნა და არა საინფორმაციო ჩანაწერებში მოხსენიებული პირის. გახსოვთ ხო, რომ მაგალითად პირს საბუთი რო არ ქონდა, ან პრობლემური ქონდა, რაღაცა წინააღმდეგობრივი დოკუმენტები ქონდა, როგორც ცდილობდა, რომ აი ეს მონაცემი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა, ხო? რომ ამბობს, რომ ითქვათ რაც ხარვეზიანი დოკუმენტი, რომელსაც საინფორმაციო ჩანაწერშიც მე ვფიქსირდები და მოდი მიცანი ამის ხარჯზე საკუთრება, მაგრამ არა, ხო, ასეთ დროს გეუბნებიან, რომ არა, იმ საინფორმაციო ჩანაწერს იურიდიული ძალა არა აქვს და ეხლა როცა ადამიანმა მოახერხა, მოძებნა, დაამტკიცა, გააუქმა და ყველანაირად ადასტურებს, რომ ნაკვეთი მისია, აი ამ ბოლო ჟამს, ასე რომ ვთქვათ, აი ამ მიზეზით ცდილობენ, რომ თავიდან მოიშორონ და მოიცილონ და იგივე გზას დაგაყენებენ თქვენს ყველას, ვისაც გექნებათ მცდელობა, რომ არ დაანებოთ თქვენი ტერიტორია სხვას და დაირეგისტრიროთ თქვენი კუთვნილი ნაკვეთი. ხა რაშია გამოსავალი? გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ვერ ახდენს იდენტიფიცირებას კონკრეტული პირის, რომელსაც ასახელებს როგორც წინაღობას, ესე იგი წარმოუდგენელია ამ ადამიანის მოძებნა და მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს არა პირზე, ვისაც საბუთი აქვს ყველანაირი და ადასტურებს, რომ ეს კონკრეტული ნაკვეთი მისია, არამედ მარეგისტრირებელზე. მარეგისტრირებელმა უნდა ამტკიცოს, რომ ჩემი საბუთები კი არ არის სწორი და უფლების დამდგენი, არამედ ის საინფორმაციო ჩანაწერი და თუ მიგითითებთ ამ პირის მონაცემებს, აკონტაქტოს მისამართს და მოგეცემათ საშუალება, რომ მოიძიოთ ეს პირი და მისგან ან თანხმობა მიიღოთ, ან უარი მიიღოთ, ასე დროს შეიძლება რომ ეს განვიხილოთ როგორც არგუმენტი წინააღმდეგობრივი თუ სასარგებლო რეგისტრაციის დროს. სხვა
ყველა შემთხვევაში მარეგისტრირებელი ვალდებულია თუ რა თქმა უნდა გაასაჩივრებთ ამ მოთხოვნას, რომ რეგისტრაცია დაასრულოს თქვენ სასარგებლოდ და არასწორად გაკეთებული საინფორმაციო ჩანაწერი, როგორც კეთდებოდა უამრავ შემთხვევაში, რადგან როგორც გითხარით, ეს იყო საველე სამუშაოების, საველე აღწერის შედეგად გაკეთებული ინფორმაციები, ეს ჩანაწერი დააკორექტიროს და დააკორექტიროს იმ პირის სასარგებლოდ, ვისაც რეალურად გააჩნია ნაკვეთზე უფლება.